ესენი მიირთმევენ გორი ხაჭაპურს ჩაისთან, გეგა შოკოლადი ამპურს, აქ ბრინჯს ხარშავ. ხო, აქ ბრინჯის ფაფას ვაკეთებ და მაგიტომ ხარშავ ბრინჯს. ესე. ადა იქეთ მიირთმევს ხაჭაპურს. კაფის ხაჭაპურია და ღმერთო ხალხო, ისეც ხელა. მოვდივარ. აი, ვერ წარმოიდგენთ როგორც ხელა, გეგას პატარა ჭიქაში დამისხიო, მაგიტომ ეძახო და დაუსხი. ოფლი, ჩამდის წურწურით. აი, ისე ძალიან ხელა და ისეთი დახუთულობა. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ ძვირფასები. როგორ ახალ და როგორ გიკითხოთ. მოკლედ. მე ეხლა ლიკამ ყავდა, იმედი არ ჩამომივარდება ტელეფონი, იმიტომ რომ ბრონი არ აქვს. ლიკამ ყავდა. ამომიწმინდია იატაკები, ვერ მოვასწარი, გვიან რო ავდექი. წუხელ კი იმარა. დილით. როსტარებს ხედავ. ჩემი შვილები არიან. ჩემი შვილები. აქ აწრებიან და მე აი ეს ხო, ყავა, გავამზადე, იქ ცხელოდა. ლიგა მოასწრო დალევა და მე ვერ. ცოტა მოუსვი. აქედან გამომდინარე, კიდევ ეხლა მოკლედ, ისი თქმა მინდოდა. ეს კაბაწლებია მარდა, ხშირად არ მაცვია, იცით. რომ მოვიმატე, მაგიტო არ მაცვია. ეს რატომღაც ხელში რა შემხვდა. ჩავიცვი. ჩოლგები განისწორებითო. პანტენი ცუდი არ არის. პირველი მეორე დღეთ მას სუნი აქვს, მესამე დღეს მაინც ვიბარ. სუნს გულისხმობ შამპუნის. ხო და მოკლედ ძალიან მომწონს ეგეთი რაღაცა, რომ თმაზე კაი სუნი აქვს ადამიანს. მეტი მე არაფერს არ ვიყენებ, მხოლოდ შამპუნი და ეს ბალზამი. всё. რამე სუნისთვის თმის. ეხლა ახალი არაფერი არ ხდება. საბნევი და ესენი გავიტანე გარეთ. მე სანამ გარეცხილები გავფინე, მანამ კი ამომხდა სული ისეთი პანაკება სიცხეა, კი ხრუბლები არის შიგადაშიგ, მაგრამ არაფერს არ ცვლის. და წარმოიდგინე, სოფელში ვიყავი ჩასული დასასვენებლად, ერთი კვირა ზედიზედ წვიმდა, ერთი მზიანი ამინდი არ იყო და ეხლა მეუბნება მუხა წადითო, სოფელშია, სოდვები ხართო, იხარშებითო აქ. მუხა არ არის, მაგალითად, გვიან მოდის, რომ მე სადმე წავიდეთ. 6-ზე რომ მოდის, მე სად წახვალ ღამდება თითქოს. ხო და აქედან გამომდინარე, ვიხარშებით აქ ხალხნო. სოფელში ვერ წავალ. დღეს არის 12 აგვისტო, სადღაც 20, არ ვიცი, 22-ში. მშობელთა კრება გვაქვს და ამიტომ აზრიც არ აქვს, რომ წავიდე. ფორმებთან დაკავშირებით იქნება ალბათ და საკლასო ოთახთან. არ ვიცი სად ეკნებათ, იმიტომ რომ მანამდე პირველ სართულზე იყო, მაგრამ ეხლა არ ვიცი პირველზე იქნებიან თუ მეორეზე. თითქოს და მიხარია სკოლის დადგომა, იცით რატომ? იმიტომ რომ მთელი ზაფხული სახლში ხარ ადამიანი, აქ ვარ, ხო? გასვლით მე დიდად გასვლა მიყვარს, მეთქი მოგატყუებთ, არსად არ გავდივარ, სულ სახლში ვარ. თამთასთანაც კი ვერ გავსულ ვარ, იმიტომ რომ თამთა დადის რაღაც სწავლებაზე და აქედან გამომდინარე 4-ის მერე ახალმე სახლში და მერიდება, ეხლა დაღლილი იქნება მოსული რაღაცა და თან საქმეც ექნება მეთქი და აქედან გამომდინარე არ ვაწუხებ. ესე და ამგვარად. ადა იძახოდა და გუშინ კი არა, ყოველდღე არ იძახის, თამთაო და გუში რო დაურეკე.
4-ზე მოვედიო, ანუ მანამდე ურეკავდი, მაგრამ რო არ მიპასუხა, მე აქეთ დამირეკა. მირეკავდიო და ალბათ ან მარშრუტში ვიქნებოდიო ან რამე, იმიტომ რომ ხმა ვერ გავიგონეო თორე. დაგკითხულობდა მეთქი და ვიფიქრე მეთქი გამოვანთ. 4-ის მერე ვარო სახლში და თუ გინდა გამოუშვიო, მაგრამ მე არ შეაწუხოს მეთქი და არ გავუშვი. ესეთი ამბები ჩემო კარგი. ლიკას ვეხვეწე დილიდან. მოდი, აი მარტო რო ხარ, რაღაცნაირია. რა თქმა უნდა, შეჩვევა იცის მარტოობამაც. ძალიან შეჩვევა იცის თან და ძალიან კარგია ისე სიმართლე რო ვთქვათ. ანუ არ გულისხმობ იმას, რომ ადამიანების არ მიღება. უბრალოდ რომ არავისზე დამოკიდებული არ ხარ, აი იმას გულისხმობ. თბილისშიც რო ვიყავი, აი მარტო დავდიოდი თავიდან. სადღაც 2 თვე. ხო, მერე იყო რომ დავმეგობდით მე და თამარი. ხო და აქედან მე ერთმანეთზე რო ხდები დამოკიდებული, ანუ მაინც იმასთან ერთად გზიამოვნებს, გინდა ისიც რო იყოს რაღაცა. აი ესეთ რაღაცა ძალიან რთულია. ჯობია რომ არავისზე არ იყო დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გიყვარს მეგობრები და ქალები იღებ, მაგრამ მე გულისხმობ დამოკიდებულებას. მერე მუხრანი რომ მოვიდა. წარმოიდგინეთ, ხო მივეჩვიე რომ მაცილებდა ყოველ საღამოს სამსახურში და აი სულ მინდოდა რომ გავეცილებინე ხოლმე. აი ესე გავხდი დამოკიდებული და არ უნდა იყოს ეგრე დამოკიდებულება თქო იმას ვიძახი რომ მარტოც უნდა შეგეძლოს. ანუ მე მიჩვევა ვიცი მერე და გადაჩვევა ძალიან მიჭირს. ეს დამგვარად არ ვიცი სწორად თუ მოვიტანე ხა, ესე თქმაც მინდოდა აზრი. თქვენამდე, იმიტომ რომ რაც არ უნდა კარგი ვილაპარაკო ხოლმე, არ იგებენ. და ეს პირადშიც მოხდება ესეთი რაღაცეები, მარტო ესე არა რომ ვიდეოს ვწერ და რაღაც პირადშიც ბევრჯერ. არც ზოგჯერ ესე არის რომ არც დაგასრულებინებენ, ისე რაღაცაზე წამოგეკიდებიან და მე თან თქმის უფლებასაც რო არ მოგცემენ, ესეთი ადამიანებიც არსებობენ. მე მაგალითად ჩემ შემთხვევაში მქონია მსგავსი შემთხვევები ბევრი. ხო და ესე შემოკარგება. მაგრამ ზოგჯერ ვნებდები, რატო იცით? აზრი არა აქვს ხოლმე ესეთ ადამიანებთან, აი რამე რო თქვა. მაინც ვერ გააგებინებ, ესეთები არიან. თვითონ რო არაფერი არ არიან და სხვების დაკნინებით რო ცხოვრობენ. ისეთი ადამიანები არსებობენ, ბევრი. რამდენიც გინდა. ნალექიანია ეს ყავა. უფრო მეტად ნალექიანი შემივარდა ამ ბოლო დროს. რა თქმა უნდა, ცივი ყავა ბიცოლასთან დავლია, ხარ არ ვიყავი. დავდე რამე ვიდეო გაჩვენეთ თუ წავშალე მაგი და გადამიღია მერე ბიცოლამ თეთრეული რომ აჩუქა თქო. ძალიან მაგარი. მადლობა მას ყურადღებისთვის. ბამბანელკას რო ეძახით, ესეც იქაური მოსკოვიდან ჩამოტანილი. მაგრამ წამში დაამთავრეს ბავშვებმა. ძალიან გემრიელია მაინც იქაური რაღაც. ხო და ეს მოეწონათ და მიირთვეს. გზად რომ მოვდიოდი იქაში, ჩემთან ათილს დაუტოვე ვითომ მაცივარში და გაგიჟდა მანქანაში მისცა ბავშვებს. მთლიანი ის შებუთვა. აქეთ რომ მოვდიოდით. კაფე აქ ბევრი. კაფიანი არ მიყვარს. ლიკა დავიდა? კი, ლიკა გაიქცა დედიკო. სულ ესე აგაქცევაზე. ოჩი. არ გამოვიდა.
მოვალ. მოკლედ. კეკას მივხედე და გასარეცხები გამომიღე და თან შევყარე კიდე. უხრა მეუნება დაგიმთავრებია სურნელოვანი და რეცხავ და მაგით თორე კი არ ვსვა. აბა. რომ მიოფლიანდება ძალიან მიუხეშდება მე. თმა. ცოცხლით არის. ანუ წელს არ გამოვიდა დასვენება არანაირი ჩვენ შაბათკვირასაც ვერაფერს ვერ მოვახერხებ მაგალითად სადმე რო გავსულიყავით იმიტომ რომ პარასკევს მორიგე ამოხ შაბათს ჩქალში უნდა წავიდეს მე ჩემი დედამთილი გაიყვანოს იტლიაში მიეხმაროს რა ვიცი მე ხილზე ხოდა ეს მეც კი მითხრა მაგრამ მე ეს ბავშვები რას მომასვენებენ ეს გააკეთე მე ბავშვებს საჭმელი გაუმზადე იქ თხილნარში შედი რაღაცა არ მაქვს მაგის არც ძალა მაქვს და არც არაფერი ასე რომ არ ვიცი არ ვიცი წავალ თუ არა არ მგონია დიდად ის რა იყოს მობოჯო ანუ რომ მოაგროთ ხილი კიდე მესმის მაგრამ ხიდან ვაიმე გოდე მყავდა პატარა მაშინ კრეფტი ხიდა კალიასკით შიგნით მყავდა თხილნარში გარეთ ბადესავით რაღაცას გადავაფარებდი გოდეს რომ ის მტვერი და რამე არ მოხვედროდა ისე მოუკრიფეს სული ზემოთ რაც იყო ეზოში ძნელია ძალიან ძნელია მოკლებ მოგროვებას რაც ჯობია ერთი კაცის ვიდეო შემხვდა წელს თურმე 100-ს იძახიან არ ვიცი ვიღაც Facebook-ზე წერდა 120-ს მოგცემთო გამომყევითო ოღონდ ზუგდიდში ფხილის მოსაკრებად წარმოიდგინე ისეთი გასუფთავებული ქონდა იმ კაცის ხილნარი ეზო არ ექნება ადამიანს ზოგს ხოდა იმით აი მე მინდორი რომ მოვგავე რაღაცით რა ქვია არ ვიცი 15 ლარი ღირსო აი იმით მოაგროვებ და მე მაინც ტრაქტორი რო არის რაღაც რაც ასუფთავებს იმისგან თხილს და სუფთათხილი გამოდის იმაში ხომ უნდა ჩაყარო მაინც ხო და სუფთათხილს მაინც იღებ სანადვილი არც ზურგი გეტკინება არც არაფერი მობოჭავ მაგით და ეგ არის ჩახვიდ დომარაში მარა ეგ არის მთავარი რომ ის უნდა გქონდეს თხილნარი სუფთა ზოგი არის აი ვიცი ესეთი ის რომ მიწურულამდე არ მოთიბავენ მე ეს მონათიბი იქვეა გადანაეზარებად და ისე ძალიან ისეთი ისაა მოსაგროვებელი მე მაშინ გველები ჩაჭრებიან ერთ ადგილზე როდევს და ასე შემდეგ ძალიან ძნელია მახსოვს ერთხელ პატარები ვიყავით დედა საწავი და დედა ჩემი მგონი ორსანტია თუ ოტობაია არ მახსოვს ორსანტია თუ ოტობაი რომელიღაცაში წავით არაფერი არ იყო ხა 5 ლარი ღირდა და სადამდე მოვიდა ეხა 100 ლარი 5 10 მე 15 გახდა 20 30 უკვე 50 20 დემატებოდა 70 შაშან წელს 100
რატომ არ ჩდებიო ხშირად მომწერა ადამიანმა პირადში ვერ ვახერხ მართლა ვერ ვახერხებ აი არ ვიცი თითქოს და ხელფეხ შეკრული ვარ შებოჭილი ვარ თუ რა არის არ ვიცი ვერ მომიხერხებია ვერაფერი ის კი არა ვთქვი მოდი შევისვენებ მეთქი ერთი კვირა ან ორი კვირა რო არ გადავიღებ არაფერს მეთქის მოვიკრებ ძალებს ხო და არ ვიცი ნახოთ მოგლედეს ეხა შუა დღესთვის რა გავუკეთო უკვე სამი ხდება რა ვაჭამო არ ვიცი წუხებ ხაჭაპურები გამოვაცხე ტაფის ადამ დაგოდე ის ჭამეს დღეს დილიცაც ის გავუკეთე ჩაისთან გოდენ და ადამ ისე მარტო ჩაი არ უყვარს დიდად თუ სვამს მარტო სვამს ჩაის ჩხილები ეს მანიკური უნდა მოეშორო და გავიქლებებ ჩხილები აქ წამწყდა ამაზე არ მაქვს ამაზე მაქვს თუ ესეც არ წავით სად აქაც წამწყდა მაგრამ ცოტა მაინც არის დაიწვის პარასკევს აუфес მორიგეა ეს კაცი ფორმასი უნდა გავაკეთებინო ფოტოსურათი გეგასი ფუთხარი მასწავლებლად პარასკევს წავალ მეთქი და დედა რა წავა სამი ბავშვით რა წავა სამი ბავშვით ღმერთო ადას გამო მიჭირს უფრო იმიტომ რომ ადარო რამეს ნახავს ყველაფერი უნდა მერე გეგა არის ბანი დედიკო ადას ეს მოეწონა ეს უნდა ეს მოეწონა ეს უნდა ეხა ირა ბებია მანუ ჩემმა დედამთილმა აჩუქა გეგას 50 ლარი და ბაბუამ 10 ლარი აჩუქა მათ 20 ლარი მე მგონი მუხრანის ბებიამ აჩუქა გოდეს ო მე მგონი გოდეს მუხრანის ბებიამ აჩუქა მუხამ ესე თქვა სახში ყავს ჩემი დედამთილი ხო და შევუდახე ფეხსაცმელებს გიყიდით მეთქი აქ 35 ლარებში როა იმაში შოპინგ ჰაუსში მივეცი ეგერ 60 ლარი მაშინ ისიაზე რო აუღე მაგრამ ერთი თვე ქონდა ის ფეხსაცმელიც და რა აზრი აქ ემაინც 62 უყიდი ზუგდიდში არის 29 ლარიანები ხო და მუხა ეს უთხარი შევიდეთ იქნებ გოდესთვის რამე ნახო და ნაყედი მეკდება მეთქი მაგრამ არაფრით არ მოისურვა შესო ხო ესე იგი გოდეს შეხვდა
30 ლარი, ანუ ბაბუამაც აჩუქა 10. გოდეს შეხვდა 30, გეგას 60 და ადას 10. ხო და გადადებული მაქვს ეგ. რამეს უყიდი მეთქი მე. სასკოლოდ. გოდეს ჯერ არაფერი არ მაქვს. რა ვუყიდე ისიც არ ვიცი. აქ ცვირია ჩიცი შარeks. სუფთ ჩიჯობია წასვლა მართლა. შედარებით უფრო მოკლე ფასში იშოვი ჯინსებს. სამოცი და 80 ლარები ღირს ხალხო ჯინსი. ცვირია. ემუდან გამოუწერდი, მაგრამ რა საკი მივუთი თუ აღარ ვიცი. იმიტომ რომ ზოგს ისა სანტიმეტრები არ აწერია. ჯინსებს ვერ ვიპოვე რო ქონოდა. მე რომ მომეწონა იმას. იმიტომ რომ იქ უფრო იაფად არის. 35-40 ლარამდე არის იქაც, მაგრამ ნაკლებშიც არის ხოლმე. ჰე. და როგორ გაშალდა ადასო. როგორ გაშალდა უყურე. ჩემსავით ეხლა. ავის ფერი გახდა. დედას ბუძგურია. Ja, episode. ჩემი ბუძგურია გოგო. ადას. Deda. Ja, gripa hosno. არ გინდა? სხვა გინდა? სხვა ლექსი გინდა? Ala. იაია დაგიკრიფე არ გინდა. სხვა არ გინდა, აბა რა გინდა? აბა იმღერე. არ იცი სიმღერა? ხო იცი სიმღერა? ლა. მიდი იმღერე. ხო მღერი მაგას. დედასი ბუთქუ დედასი. ვაიმე რამხელა. დედა ძონძორო. სულ გეგა და ეს ჩხუბე ხამელო გინში ჩემ გამო. გეგა მერე მაინც მოახზევს ჩემამდე, მარა მაინც სულ ჩხუბი აქვს ამორს. ეს ერევა ფეხებით, მძიმეა, ურტყამს. გეგას მართლა. ოხერია. და თქვენ რა გონიათ? გოგო კია, მარა ოხერია. ხო ხარ ოხერი დე? No. დედას მამული გოგო. წავედი ციფასე. თუ რამე გადავიღე მოვალ თუ არა და არ ვიცი. რაღაცა რა მაგ არაფრის ხალისი რამჭირს ვიცოდ, არაფერი არ მინდა. როგორი გაშავებული მაგ ფეხები. ზაგარით არა, შიგა და შიგ მაგ დალურჯებები და რისია, კი ვერ ხვდები. სადმე მირტყვა მოტყვები არ მქონია. ჩემი ჩაი სადაის. შენი ჩაი გადავასხი, იმიტომ რომ ისე იდგა. ქუთაისში მინდოდა ექიმთან წასვლა, ვერც იქ წავედი, ტყუილად წავედი. ეხლა იქნება იქ კაი ამინდები. ეხლა რომ წავიდეთ ჩვენ, ავდგეთ და რომ წავიდეთ, დაიჯერებთ რომ ისევ წვიმები დაიწყება. აქ უნდა დავიხარშოთ და იქ კიდე წვიმები დაიწყება რომ წავიდეთ. მოცოდა? ეხარ მაქვს დიდი მოწ
დიეტაზე ხარ? დიეტაზე ხარ? ფისო ხარ? ფისუნი. ფისუნია ფისო. დედაშ ფისო. დღეს ისევ დასაბანი გექნება თავი დედიკო, უყურე უკვე გიოფლიანდება. წუხე მუხა და მეხმარა, სამივე მუხამ დაბანა, მე გავამშრალ. მანამდე ვინაწილებდი ბიჭები მე გოგო მუხას, იმიტომ რომ ამის დაბანა ორსკერა 5 უდრის. რა გაქვს აქ? დედაცუდა ჩავეცინებ. დღეს დილით ადრე გავიღე. გეძინება? მუხრანი გავაცილე. ხო და მე ისევ ჩავწიქი. სადღაც 8 საათი. რის მერე ჩავწიქი და რომ დაიძინე. თეატრის ნახევრამდე არ გამეღვიძია. ისიც გოდემ გამაღვიძა. ესე იძახეს, თითქოს და კატა იყოს. დაცა არა. არა. რა, არ ხარ კატა? არა. კი. კი. ტიტუ. როგორ უყვარს დედას? ძალიან. არ უკბიჩო დედიკოს. ჩემ თავს გაფიცებ არ მიკვიჩო. რატოეუბნები იცით? მე იმეოლებს. დედიკო, გაფიცებ არ მიკბიჩო. გაფიცებ არ მიკბიჩო. აუზის დასადგმელი მაინც. აუზის ბუბუ. მქონდეს აქ. აუზის ბუბუ. აუზს მაინც მოყიდები. წარმოიდგინეთ, იმის დასადგმელი ადგილიც არ მაქვს. გარეთ სად უნდა დადგა? არ ვიცი. This is the glass bridge. სულ აუზს ხო ვერ უყარაულებ რა მე არ ჩახდეს. ძაღლი არ მივიდეს ან რაღაც. არა და კაი აუზი გქონდა როდის იყო მაგი შარშან თუ შარშანწი. შარშანწინ თუ შარშან არ მახსოვს. Baba bubu. ვამბობდი Baba bubu. Baba bubu. Baba bubu. Baba bubu. ჭგალში ქათამმა გაგვიხია. Baba bubu. ვიძახოდი იქ არ დავდგათ მეთქი უკან. ქათამი გახევს მეთქი, იმიტომ ქათმებით სავსე იყო. და იგაურებით. Achuma. ო, ჰავა წინ ვის უდგასო და მერე გახევლი გიცა მოიღეს წინ და იდო. მერე რა თმინდოდა, სამ გაიხევდა მაშინ დავდგამდი წინ, მაგრამ წყალიც არ არის, მან დრო გავსო მაგი. აგამდე სუცოდა, ეს რო იყოს ქვემოთ, მხარე ცოტას ჩაასხამდნენ და წყალიც არ იყო. აი, უწყო ადგილი ძალიან ისეთი. რამდენი ხა საჩინოში რო წავედი, მე მიყვარს იქაური წყალი, მაგრამ რამდენი ერთი კვირა ვიყავით და სამივე შვილები დავეფიცება, სადღაც 2 ჭიქა წყალი თუ მექნა, რო დავლიე. მეტი არა. ისიც აი იმას ვგულისხმობ მთელი იმ ერთი კვირის მანძილზე. რამოდენიმე დღე შუალედები მქონდა რომ არ ვსვამდი და ჭგალშიც ისე ხა რომ ვიყავით, მე ერთი დღე ხო ვიყავით, არ დამილევია საერთოდ ერთი წვეთი წყალი. ეს წყალიც არ მიყვარს დიდად, მაგრამ ესე მჭირს რა, სხვაგან მივდივარ ვერ ვსვამ წყალს. ხელი ვარ. არ ვარო ხელი. დედა დაჭმულები არიან. სხვა მარუშველა მეთქი მოგატყვევთ. ის კოღოს ნაკბენები სულ მოუშუშა. გოდეს მაგალითად საშინლად ქონდა. ამასაც და დაძველდა ნაკბენები. არ მინდოდა ეს ვიდეო ესე მხოლოდ საუბრის აყოფილიყო, მაგრამ გამოვიდა. ასე რომ წავედი ძირფასებო, წავედი. მიდი დააჭირე ამას, ორი ხაზი რო აქ იმას.